ჯერჯერობით რასაც უყურებთ, ეხლა ოპოზიციის ხარის, ხელისუფლების ხარის გასაგებია, ხელისუფლების ხარი ახდენს დიქტატურის და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, მიზანმიმართულად ახდენს საქართველოს დაცილებას ევროპული ორბიტისგან. ეხლა ამ რეალობაში როგორ იმოქმედონ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ეს პრინციპში შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი და ბევრი რაღაც შეიძლება ითქვას, მაგრამ მთავარი პრობლემა ჩემი აზრით რაც არის ოპოზიციის ფლანგზე, ეს არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ ლიდერებს შარშანდელთან შედარებითაც კი ძალიან დაქვეითებული აქვთ რეიტინგი და ავტორიტეტი, მათ არ აქვთ ავტორიტეტი და ისინი ვერ წარმართავენ პოლიტიკურ პროცესებს. პოლიტიკური პარტიები არის ჯერჯერობით ერთადერთი კერა ეს რუსთაველის პროსპექტზე აქტივობის და რაღაცნაირად ხელისუფლება რო რეაგირებს ამ აქტივობაზე, მერე აქტივისტები რეაგირებენ კიდე ამ ხელისუფლების რეაგირებას. აი ესეთი სიტუაცია. უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საკმარისი არ არის. აი უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. კი ბატონო, მოვასწრო მინდა არ გვაქვს ძალიან ბევრი დრო. თავარი არის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. ანუ, როდესაც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე არც თუ მთლად ანგაჟირებული ბოლომდე კითხვას დასვამს თუ ბიძინა არა მაშინ ვინ, ამაზე უნდა იყოს ცალსახა პასუხი კონკრეტული სახელით გვარით ან სახელებით და გვარებით. თუ ასეთი ერთიანობა, თუ ასეთი ალტერნატივა ვერ იქმნება და არ არის აუცილებელი ეს რაღაცა ზოგჯერ თავისით არის ხოლმე ლიდერი ბუნებრივად, როგორც იყო თავის დროზე თქვა მიხეილ სააკაშვილი, უფრო ადრე სვიად გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილი 2012-ში, ასეთი თავისთავადი ლიდერი თუ არ არის უკვე არსებული რეიტინგით. შექმნაც შესაძლებელია თუ პოლიტიკური ძალები და აქტივისტები დაждდებიან, მოილაპარაკებენ, ჩაატარებენ შესაბამის კვლევებს. აუცილებელია ასეთი შექმნა, ასე ვთქვათ, ალტერნატივის გამოკვეთილი ლიდერით, მე ვიტყოდი ჩრდილოვანი რაღაცა ჯგუფითაც, კაბინეტის მაგვარი ჯგუფითაც, რომელიც იქნება ხელისუფლების კაფიო და ყველასთვის გასაგები ალტერნატივა. მხოლოდ ამის მერე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, თუ რა გაკეთდეს და როგორ. ჯერ ეს უნდა გაკეთდეს. ხო და ანუ ჩვენ ხო სულ ამაზე ვსაუბრობთ ბატონ დავით, რომ ქუჩაში არის. არანაირი აზრი არ აქვს. აი ამ სურვილის რეალობად ქცევის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ ხოლმე ხშირად. ამ რეალობას ქცევა შესაძლებელია. ამისთვის არსებობს ჯერ კვლევები არსებობს, ვის რა რეიტინგი აქვს, ვის რა სურვილები აქვს, შეთანხმება უნდა, დაჯდომა უნდა, მოლაპარაკება უნდა და რასთავარი ასე უნდა მოხდეს. მაგალითებიც გვაქვს საქართველოს ისტორიიდან არაერთი, როდესაც არ იყო ადამიანი ლიდერი და მე გამხდარა რაღაც სიტუაციის გამო და საკმაოდ წარმატებასაც მიუღწევია რაღაც მოკლე პერიოდში. არაერთი მაგალითი შემიძლია ასეთი მოყვა, იგივე მაგალითად შორს ვარ წავიდეთ. სალომე ზურაბიშვილი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ის იყო ძალიან გაცილებით ნაკლებად რეიტინგული პრეზიდენტის პოსტზე და პრეზიდენტის რანგში ის რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ლამის ერთიანი ოპოზიციური ფლანგის ლიდერად. თუმცა, როცა აღარ არის პრეზიდენტი, ეხლა ნელ-ნელა კარგავს ამ პოზიციებს ისიც. ხომ? უფრო ადრე შემიძლია კიდე მაგალითი მოყვი, ანუ არაერთი მაგალითია ისეთი, როდესაც ლიდერი შექმნილა, შეუქმნია სიტუაციას, შეუქმნიათ ადამიანებს და აი ამაზეა სამუშაო ჯერ. ამის მერე რა თქმა უნდა არჩევნებისთვის ყველანი მზად უნდა იყო მზად რიგგარეშე არჩევნებისთვისაც, რიგი არჩევნებისთვისაც და ეს თავისთავად ახლა ამის გარეშე ალტერნატივას, როდესაც შექმნიეს ალტერნატივის რა უნდა გააკეთოს, აიძულოს ხელისუფლება წამოვიდეს დათმობებზე და ეს უნდა დამთავრდეს არჩევნებით, რა თქმა უნდა. გინდა ასე, გინდა ისე. ეს თავისთავად ცხადია. ბატონ დავით, აი პოლიტიკური პროცესის სიცოცხლე, აი მოდი ესე მინდა კითხოთ, ამის ეხა ვიდრე მაქამდე მივალთ, ანუ თქვენ უფრო შორეულ მიზანზე საუბრობთ, ანუ შედარებით, ანუ იქ ლიდერის გამოკვეთა. მე პირიქით ახლო მიზანზე ვსაუბრობ. ანუ მოკლე პერიოდზე. ახლო ანუ ეს მოკლე პერიოდში უნდა გაკეთდეს, მოკლე პერიოდში უნდა გაკეთდეს. ხვალვია ეს გასაკეთებელი. ჯერ ეს არის და მერე დანარჩენი. საერთოდ ვერ ხედავ მე ვერანაირი პროცესით საერთოდ აქტივობის თუ ეს არ არის. თუ არ ვიცი მე ვინ მოდის ხელისუფლების შემცვლელად, თუ მე ეს არ ვიცი. როცა ვარ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ასე იგივე პროტესტის გაფართოების შანსი ძალიან მცირეა. რაღაცა კატასტროფა უნდა მოხდეს, მაშინ რომ რაღაცა სტიქიური პროცესები წავიდეს, რაღაცა აჯანყება მოხდეს თუ რა ვიცი, როგორ ხდება, ასეთი რაღაც სცენარები
არც სასურველი არ არის და უფრო სასურველია რომ იყოს ორგანიზაციული მყარი ერთობა გამოკვეთილი ლიდერშიპით. აი ეს არის ჯერ გასაკეთებელი და ახლა ყველას გვაქვს ერთი მიზანი, ხო, ერთი რომ დავასწიოთ ამ კოშმარს, თავი დავაბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გავტარდეს ძირითადი დემოკრატიული რეფორმები, სასამართლო რეფორმა, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ანუ განსხვავებები ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალებს შორის არის მეორეხარისხოვანი ამ თავარ ამოცანებთან შედარებით. მე ასე მგონია. მაგრამ ეს რომ გაკეთდეს და ეს ამოცანები რომ ხალხისთვისაც და მასებისთვისაც და ყველასთვის გახდეს ასე ვთქვათ რეალისტური და მისაღები, უნდა იყოს განასახიერებდეს ამას კონკრეტული ადამიანები. თუ ამას ადამიანი კონკრეტული არ განასახიერებს, ან ისეთი ვიღაც განასახიერებს, ვინც არ არის მისაღები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, მაშინ პირიქით საქმე ფუჭდება. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ დავით. მადლობას გადაგიხდით ჩართვისთვის, დაგემშვიდობებით.